ზამილი მოვიდა, რომ რიტორიკული სისულელეა. 17 წელზე რომ დაგენიშნათ, ორჯერ მეტი ხალხი მოვიდოდეს და სამსახურებიდან აგვიშვებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთი დღეა სამსახურიდან ვარგიშველება, აინც უნდა გამოხვიდე. მესმის რა, მესმის ყველას მესმის, ყველას ხავს ოჯახი, გამსახურს უფრის, მაგრამ არ არის გამართლება სამსახურის შენარჩუნება, რომ ხმამისთეს სააგაშვილს არ არის გამართლება, რომ წყალი დახუჭო უზრუნველყოფაზე, არ არის გამართლება, რომ გააპროტესტო პროტესტისგან თავი შეიკავა. გულწრფელ ადგილობრივით ამას არ თამაშობდა არაფერს, შეიძლება არაპოპულარულ ლოგიკას, მაგრამ არ არის ეს გამართლება და ვერ ვიხებ მე ამ არგუმენტს, რომ ჩვენ სამსახურში ვიყავით და ასე შემდეგ. არ არის ეს ისა. დღეს მაგალითად მთელი ეს სააკაშვილის პროპაგანდა გახდიოდა 2 კვირის განმავლობაში, სანამ ეს აქცია იქნებოდა, რომ აი ეს მთელი ჩვენი აქცია თურმე რუსებს ემსახურებოდა და ისინი გამოიყენებენ. როგორ აქციონარი უნდა გამოიყენებენ, მაგას ხალხი ვერ მიხდი, მაგრამ ესეთი საწყალი მიშისტი ეთხობა ძველ ხარგზეა მომარჩენდა ინვესტიციების წევადსავით და ართავდა ის არა რუსებმა როგორ გამოიყენეს ჩვენ აგვისტოში შეტინამის აქცია დამთავრდა ჩემო საყვარელო მიშისტი 22 დღეში ხო აი დამთავრდა აი როგორ გამოიყენეს ესე იგი რუსებმა აი გეკითხები უბრალოდ აი რუსიკა და მაგნეტიც რო აჭერს თით და 22 გირიცხავენ აი მონოზე ხო როგორ გამოიყენეს მაინტერესებს შესაძლებლობა სამლავად გამოუშედა მაგაზე არა ერთადერთი არგუმენტია რომელიც არის ბოროტების დასაფარავად. ამდა გითხრა, გულში მოდიოდა SMS-ი და თქვენ მიტინგზე ხვალ გაყვავთო, ახალ გორიდან ტანკების შემოვლენა რუსული და აი იდიოტო. ახალ გორიდან ტანკები შემოვლენა. ახალ გორიდან შეიძლება იგოეთში იდგა რუსის ტანკი და აქეთ რო აპირებდა წამოსვლას აზერბაიჯანის საზღვართან რიგი იდგა სამთავრობო მანქანაზე. 12 აგვისტოს ხალხაშორის იყო დამეძახეს თბილისის საკრებულოში რომ შევიკრიბოთო მიუხედავად ოპოზიცია რაღაც ესეთ მძიმე დღეში ვარ და კაი მეთქი მო საკრებულოში არის 35 ნაციონალი და 3-ია ოპოზიციონერი. 10 იყო ნაციონალი და 3 ოპოზიციონერი იქ იყო. ხო, 12-ში, იმიტომ რომ 12 აგვისტოს გარბოდნენ ქვეყნიდან. და 12 აგვისტოს შემოვიდოდა რუსი რამე რომ ზომოდა და მას რომ დასაყრდენი ჰქონოდა პოლიტიკურ სპექტრის საქართველოს. კარგად იცის რუსეთმა ვერ ეყოლება დასაყრდენი. კაცი მიზეზის გამო ქვეყანას რომელსაც ჩვენ ართმევ ტერიტორიებს, იქ შენ პოლიტიკურ დასაყრდენს ვერ მოიპოვა. და შენ რეალურად როდესაც ამ ფონზე ითხოვ სააკაშვილის გადადგომას, ამით აგლიერებს სააკაშვილს და მე დარწმუნებული რუსებმა შეებნებულად გააკეთეს. ყველა ციფრია, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე შენ ქვეყნის ლიდერს ესხმის პოლიტიკურად, ამით აგლიერებს. წერი რომ ესხმის თავზე ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ამით აგლიერებს ის პოლიტიკურად. ხადია, შეებნებულად გადადგეს ეს მე მგონი რომ აწყობს სააკაშვილის არსებობა ამ ქვეყანაში. რომ სააკაშვილი არის გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელსაც ბევრი შეცდომა შეიძლება დაუშვას და ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგას პიარის გამო. მთელი ოპერაცია დაგეგმოს, იმიტომ რომ წითელი ხალჩები ჩაიტანოს სინვაში და მოასწროს იქიდან რაღაცის გამოცხადება, ამის გამო გააკეთოს რაღაცა. და გასავლოს ის რომ ურჩევნია ქვეყანაში ოპოზიციურ გამოსვლების ტალღას ფუნდას 30 კილომეტრის ახეთ განმოწიოს რუსეთი და თვითონ ამბობს ამას. ეხო არ ვიგონებ ხატონდას. ჩვენ მეუბნებით რომ შეგეშინდათ და გამოიქეთით მეთქი. ისინი გონებენ არა ჯარს უგზავნეთ რომ დაეხიათ უკან. და ჩაბაბარებინა გორი და ახალ გორიო. კარგი მივყვეთ იმას თეორიას. რისთვის ჩააბარე ახალ გორი? რომ მე მუდმივად ილაპარაკო ამაზე რომ ახალ გორში რუსის ჯარი დგას და არ გაჩვენდიო. ესე იგი ჩემ გასაჩულებულად ჩააბარე ხო ახალ გორი. შენივე ნაცვალით ესე გამოდის. ეს არის პატრიოტიზმი? არა, მე მაგას ვამბობ. არის ისეთი დოგმები რასაც ხე ნაყოფით ამოიცნობა. აი ნაყოფი შედეგის ფაქტია. სააკაშვილის მოღვაწეობის ნაყოფი არის სახეზე. 1000-ობით განადგურებული სახლი, სოფელი, დაკარგული ტერიტორიები, 10,000-ობით წოლვილი, უბედურება მთელ მსოფლიოში დაკარგული ავტორიტეტი და პრაქტიკულად გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა და რაც თავარია ქვეყანა, რომელიც ვეღარღებულობს მონაწილეობას საკუთარი ბედის განსაზღვრაში. რომელიც მაგივრად წყდება, სადღაც სხვაგან წყდება. დღეს საქართველოს არ მონაწილეობს საკუთარი ბედის და ხვალინდელი დღის დაგეგმვაში. იქ სხვაგან წყდება.
ყოფილი პრემიერი გურგენიძე არ შეუშვეს ბრიუსელს ძალიან დიდი იმით რომ გაუშვეს აქედან არ შეუშვეს იმ სხდომაზე სადაც ხდებოდა ჩვენი ბედი სადაც აიც ექსპორტიანი დოკუმენტი იხილებოდა და სადაც ხდებოდა საქართველოს მომავალი და დღესაც ესეა და ესე იქნება სანამ ეს ჭირი იქნება საქართველოში იმიტომ რომ მან ეს არის პოლიტიკური გვამი მთელ სოფლიოში ერთადერთი აი ამ SMS-ების და აი ამ ადამიანების რომლებიც ცდილობენ ყველანაირად გადაიტანონ ლაპარაკის სხვა თემებზე და მთავარზე არ ვილაპარაკოთ ჩვენ ვილაპარაკოთ იმ 10,000-ობით გაუბედურებულ ადამიანზე ჩვენ ვილაპარაკოთ იმ განადგურებულ სოფლებზე განადგურებულ ქართლის მიწაზე განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ვილაპარაკოთ რა დღეში არის დღეს ჩვენი ქვეყანა და ამას შევხედოთ თვალებზე სიმართლე შევხედოთ თვალე აქედან გამოვიტანოთ დასკვნები და არა თეორიები არის პრაქტიკა შედეგი სახეზეა ვისთვისაც ეს შედეგი არის გამარჯვება და ვისთვისაც ეს შედეგი არის სასიხარულო ის არ შეიძლება ამ ქვეყნის მოყვარული იყოს არანაირად ყოველ შემთხვევაში მას დამსწრებელი ამას საუბარი თემაზე შეიძლება ვისაუბროთ ამ ხუთი დაფშას ეს უბრალოდ ზოლა როგორ ავარდა ნახე არ მიდა პანიკა და რაღაცა დავთესო რაღაცა ცუდი რა ხდება ჩვენს ფინანსებში და ეკონომიკაში სად არის ეკონომიკა თქვენ აქ ბოლო მოთხოვნა გაქვთ ეს კახაკუქავამ გააჩნდა ეს რომ მოთხოვნა არის რომ ესე ვარდანდელი საპარლამენტო პრეზიდენტო არჩევნების დანიშნა ეს მოთხოვნა და გაფრთხილდა მე ჩვენთვის ეს მესამე მოთხოვნა და მესამე ეტაპი რატომ არის უკვე მოგახსენეთ იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის გარეშე რიგ გარეშე არჩევნები იქნებოდა მორიგი ფარსი რაც ჩვენ უკვე ვნახეთ იანვარში და მაისში ამიტომ ეს უპირობოთაცია მაგრამ საბოლოო მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა რიგ გარეშე არჩევნების გზით ეს არის ჩვენი ამოცანა და ბუნებრივია ჩვენ ამას არ ვალავ და კუკუდავალოვანი არ გვითამაშია რომ ჩვენ ახლა სხვა რაღაცას ვაპირებთ ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი მოთხოვნა ეს არის კატეგორიული მოთხოვნა ჩვენ გვაქვს ეტაპები ბრძოლის 23 ნოემბერს ჩვენ შევიკრიბებით ტელეკომპანია იმედთან ოღონდ 10 კაცით კი არა არამედ სერიოზული ძალებით და გაუკეთებთ ბლოკირებას ამ ტელეკომპანიას შემოვერცხებით გარშემო და ვერც ვერავინ შევა და ვერც ვერავინ გამოვა იმიტომ რომ დღეს ვისაც უყრია ეს ტელეკომპანია მას არა აქვს აქ მორალური და აქტიური უფლება ის იმყოფებოდეს ეს არის მისი კანონიერი მსხვერპლი ეს არის ქართული ხალხის ამისთვის ვიბრძოლებთ შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ერთიანი ეროვნული ყრილობის მოწვევა დეკემბერში აი ესე გვაქვს ნოემბრის ბოლოს სიტყვის თავისუფლების ამოცანების მიღწევა დეკემბერში ოპოზიციის და საზოგადოების ერთიანობის მიღწევა იანვარში ჩვენ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნით გამოვალთ უკვე ობამაც თეთრ სახლში იქნება ასე ვთქვათ და ბუშის ადმინისტრაცია საბოლოოდ დაასრულებს თავის საქმიანობას და თუ იანვარში არ დაინიშნა რიგ გარეშე არჩევნები გაზაფხულისთვის იმიტომ რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს პირველად ადრე და თუ იანვარში არ იქნა საკანონმდებლო პაკეტი გადებული სამართლიანი არჩევნების შესახებ მაშინ ჩვენ სხვა გზა არ რჩება თუ არა საყოველთაო ეროვნული გაუმორჩილებლობისა და მაშინ დაიწყება პერმანენტული აქციები გაზაფხულზე და გაზაფხულს იქით ჩვენ აღარ გეგმავთ სხვა რამე პოლიტიკურ ნაბიჯს. კარგი ხომა დიდი მადლობა გოგა რომ მოგზავნეთ ჩვენთან. საინფორმაციო შემდგომ ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და კიდევ ერთხელ ანონსებს ამ წელიწადის 15-ზე იქნება სტუდია ბარეთსა, შეიძლება საინტერესო და დინამიური იქნება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო ხალხი იქნება და ეს რის შედეგებს გავაანალიზებთ. გმადლობთ გაბედებით. Să vă găsiți bătănea da, მინდა გითხრათ რომ ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. დიდი მადლობა ბატონ კონსტანტინე ჩვენთან მოგზავნებისათვის. მე გუშინ შევიტყვე რომ ჩამოგზავნით თბილისში და ვნახეთ დღეს მიწილზე ძალიან განხარდავს იმასაც გითხრათ. მოდით აი შევაფასოთ ის რა ხდებოდა შარშან მე მახსოვხარ რიყეს აუყევით იქ მეგობრებთან ერთად დიდი სროლები თავრობის სასახლესთან ხო იყო ინციდენტები თქვენი შტაბ-ეტები მაშინდელი საქართველოს ხელამდელი საქართველოს მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის ბატონო დავით